სიზურლის სცენასთან ბრძოლა სიზურლს ვერ გააქრობს. ამიტომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შემოვიტან ჩვენ დღის წესრიგში, რა იქნება ის საგანი, რომელზეც ჩვენ ერთმანეთად ვიქნებით დისკუსიაში, რაზე ვიმსჯელებთ. თუ დღის წესრიგში შემოგვაქვს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის მხოლოდ აქტუალური, ცხადია, რომ რა ვიცი, სიძულვილის ენა მე მგონი ყველაზე ესეთი სუსტი იარაღია და ბევრად ძლიერი იარაღის გამოყენებაც შეიძლება. ამიტომ თუ საზოგადოება განვითარდებით ისე, რომ ვიდისკუსიებთ მართლა იმაზე, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია და კონცენტრირდებით იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უბრალოდ ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ. ამ შემთხვევაში მე მგონი შეურაცხყოფა თავის ადგილს ვერ დაიკავებს ამ პოლემიკაში და ამ დისკუსიაში და სულ სხვა ჭრილში და გაზომილებაში გადავალ და სამწუხაროდ მე რასაც ვატყობ პოლიტიკური აქტორების უმეტესობა და პირველ რიგში ხელისუფლება არ არის მოწადინებული, რომ დღის წესრიგი შეიცვალოს და სწორედ ეს შემოვიდეს სამშელოდ, რა გვინდა იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესი საზოგადოება, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამდიდრეთ, მოვიპოვოთ კეთილდღეობა და რა ვიცი, მთავრობამაც ისე უნდა იმუშაოს, რომ არ იყოს საგინებელი.